მოგესალმებით. თმები არ შეიმჩნიოთ, ისეთ ქარში ვიყავი გასული. ავიჩეჩე და რო შემოვედი, მე აღარ დამივარცხნია. აქ მაქვს ყავა, რა თქმა უნდა. და ტორტი, რომელსაც 3 დღეა მარტო ვჭამდა. თითქმის ბოლოში ძლივს გავედი. ანუ 17-16-ში ქონდა ჩემ ბიძაშვილს დაბადების დღე და 17-18-19-ია დღეს. 3 დღეა მარტო ვჭამე, ერთი ნაჭერი ჭამა თვითონ, ანუ არ უყვარს რა ძალიან ტკბილები. ძალიან კი არა, დიდად კი არა, საერთოდ არ უყვარს ტკბილები. ერთი ნაჭერი ჭამა მარტო და იმის მერე მარტო ვჭამ ამ ტორტს და თან არც თუ ისე, ანუ არც დიდი იყო და არც პატარა, მაგრამ რა ვიცი, როგორც იქნა გავედი ბოლოში, ერთი პატარა ნაჭერიღა დამჩა და ეგა. მაქსიმალურად უნდა დავტკბე დღევანდელი დღით, იმიტომ რომ ჩემი ბოლო დღეა შვებულების. რა უცებ გავიდა 2 კვირა. გარბის დრო მართლა. აი ხანდახან რო გადავხედავ, რომ აი იმის შვილი უკვე ინათლება, იმის შვილს უკვე ცოლი მოყავს, ის უკვე თხოვდება, ამას უკვე ბავშვი შეეძინა და აი მე ვხვდები, რომ უკვე თურმე რა უცებ გარბის დრო. ანუ ნახეთ, მე ჩემი თავი მგონია პატარა და ამ დროს რო გავხედავ, ჩემი ბიძაშვილი უკვე არის 11 წლის. ანუ გუშინდელი დღესავით მახსოვს ჩემი ბიძაშვილის 3-ვეს დაბადება და რამდენად პატარები იყვნენ და დღეს უკვე სკოლაში დადიან და რა ვიცი რა, ძალიან გარბის დრო მართლა. ხო, შვებულებაში რო გავედი, თან დავწერე განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე და ანუ შევთანხმდით ეგრე, რომ 2 კვირა გავიდოდი შვებულებაში და შვებულების შემდეგ 2 კვირა ჩვეულებრივად უნდა მემუშავა სპარში. ხო და მეთქი ბაჩო, მეთქი ეს უკვე ბოლო შანსია, ესეთი კარგი შანსი აღარ გექნება, რომ 2 კვირა დაისვენო და სახლში იჯდეთქო და საკუთარ თავს მივეცი პირობა, რომ ამ 2 კვირას გემრიელად და რაც შეიძლება ისე ხარისხიანად გამოვიყენებდი რა ამ შვებულებას. მინდოდა, რომ ყველაფერი რისი გამოსწორებაც კი მინდოდა მუშაობის პერიოდში, მაგრამ ვაბრალებდი იმას, რომ სამსახურის გამო არ მეძლეოდა საშუალება ამ ყველაფრის გაკეთების, მაგ ყველაფრის ერთიანად გამოსწორება მინდოდა ამ 2 კვირაში. თუმცა სიმართლე გითხრათ, დიდად საერთოდ დიდად ბევრი რამე გავაკეთეთ, ხო რო გითხრათ, მოგატყუებთ. ბევრად უფრო მეტი შემეძლო, მაგრამ რეალურად არ ვარ უკმაყოფილო. 2 კვირაში ძალიან ბევრი რამე შეიცვალა უკეთესობისკენ. პირველ რიგში ის, რომ ბრეკეტები დავიყენე და ძალიან დიდი ხანი მინდოდა ბრეკეტების დაყენება და როგორც იქნა მოვაბით თავი. ბრეკეტები დავიყენე, კბილებზე მკურნალობ, დილას საღამოს, რა ვიცი, ორნაირი ჯაგრისით ვიხეხავ, მერე სავლებს ვივლებ ანთებისას და ძალიან მიხარია, რომ კბილებზე მკურნალობა როგორც იქნა დავიწყე. კიდევ შეიძლება ითქვას ისიც, რომ ცოტა
ანუ ძალიან დიდი ხანია მინდა სპორტით დავკავდე, ცოტა ჯანსაღად ვიცხოვრო და მინდა რომ სხეულზე დამეტყოს ეს სპორტით რო ვარ დაკავებული მოკლედ, მით უმეტეს ზაფხულში განსაკუთრებით საჭიროა, ესე ვთქვათ, ფიზიკურად კარგ სხეულზე ყოფნა, ესე ვთქვათ. ხო და ესე თუ ისე, რავი, მე თვითონ კმაყოფილი ვარ უკვე ყოველღამე დაწოლის წინ რო ვაკვირდები ხოლმე კუნთებს იმას ამას, ხედავ რომ უკეთესობისკენ მივდივარ რა ყოველდღიურად და რა ვიცი, ვცდილობ რომ დღე არ ჩავაგდო და ყოველ დღე გავიდე ტრენაჟორებზე ვივარჯიშო. შეიძლება ძალიან მეზარებოდეს და რაღაცა, მაგრამ ის 10 წუთი იქნება თუ 15 წუთი ვცდილობ რომ გავიდე და ვივარჯიშო და ჩემმა კუნთის ყველა ნაწილმა იგრძნო. აი ნახეთ, როცა ვარჯიშობთ, ვარჯიშის მერე სახლში რომ მიყვალთ, ხო გაქვთ ის რა ქვია, კუნთები დაღლა, ესე ვთქვათ, დაჭიმულობა და ეგ იმას ნიშნავს, რომ უკვე შედეგიანია შენი ვარჯიში და ეგრე ვარ ხოლმე. ხო და მიხარია რომ ეგეც ცოტათი თავი მოვაბი. ცოტას ვარჯიშობ რა, დიდად თავს ვიკლავ თქო რომ გითხრათ, მოგატყუებთ. სხვა რა ვიცი, ხა ისეთი ბევრი არაფერი არ გამიკეთებია, როგორც გითხარით, მით უმეტეს თავიდან ახალი გასული რო ვიყავი შვებულებაში, ერთი კვირა დილიდან საღამომდე ნამუშევარი ვიყავი, ვაბავდი და ვაბავდი, 2 საათზე ვწვებოდი ყოველ დღე და 7-ის ნახევარზე ვდგებოდი და ძალიან გადაყლილი ვიყავი ფიზიკურადაც და ემოციურადაც და მერე რა ვიცი, დაახლოებით 3 დღე მარტო ძილს მოვუდი. მაგის მერეც რა ვიცი, ძილი ჭამა, მეტი არაფერი არ მიკეთებია და ბოლო ერთ კვირაში უკვე შედარებით უფრო მეტად გამოვკეთდი. მაგრამ თან გამოვკეთდი და თან ავირიე. იმიტომ რომ მე თვითონ არ ვიცი რა მინდა. ანუ თავიდანაც ნახეთ, შვებულებაში რო გავედი, ხო ერთი სული მქონდა როდის გავიდოდი შვებულებაში, მაგრამ რაღაცა მიჩიჩხინებდა, არ მაწუხებდა. ნახეთ, სამსახურში რო ვარ, მუშაობა არ მინდა და როცა ვიცი რომ სახლში ვარ და შვებულებაში ვარ, აი არ ვიცი რა ვაკეთო, ტელეფონში შევალ, მობეზრებული მაქვს ტელეფონი, აღარ ვიცი რას უყურო და რა ვაკეთო. გარეთ გასვლა მინდა და მეზარება, გავალ გარეთ და გარეთაც ვერ ვგრძნობ თავს დიდად კომფორტულად, მაინც რაღაცა მაწუხებს თითქოს და აი ეგ იცით რა სიბრალია, აი მუშაობას რო ვიყავი მიჩვეული და ყოველ დღე გასვლას იმდენს დავდიოდი, იმ ხელა გზაზე მივდიოდი, მერე იქ სამსახურშიც ესე თუ ისე რაღაცა საქმეებს ვაკეთებდი პატარ-პატარას და სხეული სულ მოძრაობაში იყო და როცა შვებულებაში გავედი, აი საკუთარ, ანუ იცოდა, ტვინს მიეწოდა ის ინფორმაცია, რომ შემეძლო არაფერი მეკეთებინა. და შესაბამისად ესეთი სიტუაცია იყო, რომ მიჩვეული რო ვიყავი იმ გრაფიკს, მოძრაობას, სიარულს, შვებულების პერიოდში ამ ყველაფრის კეთება რო არ მიწევდა, თითქოს და რაღაცნაირად როგორ ვთქვა, შეუგუებლობა იყო რა, რაღაცნაირად ვერ ეგუებოდა ორგანიზმი მაგ ყველაფერს, რომ რაღაცა უსაქმურად უნდა შემეძლო ყოფილიყავი. და პლუს ამას შედარებით უფრო დიდი საქმეების კეთება მეზარებოდა. იმიტომ რომ ტვინმა უკვე დააჯერა სხეულს, რომ შენ შვებულებაში ხარ და შეგიძლია არაფერი არ აკეთო. მაგრამ სხეული ვერ ისვენებდა, მაინც რაღაც კეთება უნდოდა, თუმცა აი საშინლად მესიკუთილებოდა, თუნდაც
ჭურჭლის დარეცხვა და რაღაცა და როგორ გავიმარტივე იცით ეგ საქმეები აი ეხა დღეს რო ვთქვა მე რომ ავსახლი როგორი დასალაგებელია და რა დაალაგებს შემიძლია მთელი დღე ვიძახო სახლს რა დაალაგებს იმიტომ რომ ტვინს ზედმეტად რთულად ეჩვენება ეს საქმე მაგრამ შედარებით მარტივად თუ ეტყვი მოდი ეხა 15 წუთი მარტო ჭურჭელს დავრეცხავ და რაღაცა შედეგი იქნება ბევრად უფრო ესე ვთქვათ მარტივად იზავ ვიდრე აი ხა შე რომ იტყვი რომ სახლს რა დაალაგებს შენს ტვინს გონია რომ სახლის დალაგება არის რაღაცა კატასტროფა იმიტომ რომ იმდენი რამეა იქ ტანსაცმლის დარეცხვა დაკეცვა ჭურჭლის დარეცხვა და შელაგება ესა და ზედმეტად რთულად ეჩვენება ტვინს მაგრამ როცა ეტყვი რომ მოდი ერთი 15 წუთი დავრეცხავ ჭურჭელს და ეგ არის გიჩნდება სურვილი დაწყების და ყველაზე მეტად რთული რაც არის საქმის დაწყება და მერე შეიძლება სულაც გააგრძელო იმ 15 წუთის მერეც თქვათ ჭურჭლის დარეცხვის შემდეგ ტანსაცმელი დაკეცო მერე ისქნა და ნელ-ნელა დაალაგო სახლი იმიტომ რომ უკვე დაწყებული გაქვს ეგ საქმე და პლუს ამას შედეგი დაინახე როცა თქვათ 2 დღის განმავლობაში როცა უყურებ რომ ჭურჭელი ჩაყრილია დასარეცხი იცი ანუ არ მოგწონს ეგ მაგრამ ვერ აკეთებ და როცა გააკეთებ და შედეგს დაინახავ რომ ის ჭურჭელი იქ აღარ ყრია და ლამაზად კუთხეში არის საშრობზე დალაგებული მაგ შემთხვევაში შედეგით ხარ კმაყოფილი და მერე გიჩნდება სურვილი რომ სხვა რაღაცებიც გააკეთო ასე რომ მე ვფიქრობ რომ ძალით ვურთულებ ტვინს საქმის კეთებას ანუ თუ რთულად ვაწვდი ყველანაირ ინფორმაციას რაც არ უნდა იყოს ეგეთი ვარ რავი ახალი საქმის დაწყება მინდა ახალი სამსახურია თუ რაც არის რაც არ უნდა იყოს ვიცი რომ მინდა მაგრამ ყველანაირად ვურთულებ ამ საქმის წამოწყებას საკუთარ თავს იმიტომ რომ სულ უფრო უარყოფით ვხედავ ამ ყველაფერში რა აი ცუდი რო იყოს რო არ ამიყვანონ რაღაცა რო არ მომეწონოს ისა ესა და რეალურად მიჭირს მერე გადაწყვეტილებების მიღება კრანი არის ცოტათი წვეთავს და დავხურო კარგად რატო წვეთავს ესე დახურულია მაგრამ მაინც წვეთავს ცოტას ხო და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ დღეს მაქვს ბოლო დღე თან მომენატრა რაღაცნაირად მუშაობა რა გასვლა გამოსვლა ეს დამჭკნარი ხილი უკვე ხილი შემაზიძღა რა დამჭკნარი გაყინული ხილი აქვს თან ძალიან ბევრი რომელიც აფუჭებს მთლიან ტორტს ხო და ესე დღეს რო გავიღვიძე ну რა თქმა უნდა ხა ეგრევე ტელეფონში ჩავიხედე და მივხვდი რომ ინტერნეტი არ მქონდა შევედი SMS-ებში და ვნახე რომ ულიმიტო ინტერნეტი თვე მოქმედების ვადა ამოგეწურათო და მეთქი ვაი დედა წინასწარაც ხო აგზავნიან SMS რომ თქვათ ამა და ამ რიცხვში გაგეთიშებათ ულიმიტო ინტერნეტი მაგრამ არ დავაკვირდი რატომღაც ხო და დილას
ხელპირი დავიბარე და კბილები მოვიწესრიგე თუ არა, ეგრევე წყალი დავადგი, როცა ხელი დამხვედრო და რომ მოვიდოდი და გავედი ამ ქარიშხალში გარეთ, ჩავრიცხებ, 2 ლარი ჩავრიცხებ, ჯერ ერთ თვიანი არ მიყიდია, ეხლა ფული აღარა მაქვს და ერთი დღე მაინც მეკდება ინტერნეტი, ხო და ვიყიდე ინტერნეტი ერთ დღეად. ანუ ისეთი ქარია გარეთ, ძლივს გავედი. დღეს ეხლა 1-2 პარტია სარეცხს შევღრი და რავი რა დღევანდელი დღე მაქსიმალურად ესე უნდა გამოვიყენო ხარისხიანად, იმიტომ რომ მართლა ესეთი შანსი მეტად არ მექნება. ეხლა ხვალ ინგლისურის გამოცდა მაქვს დასაწერი და ყველაზე მეტად ინგლისურზე ვნერვიულობ ხოლმე და გამოცდის შემდეგ უკვე გავდივარ სამსახურში. ზეგიდან კარგად მუშაობა მომიწევს ეს 2 კვირა სანამ იქვიქნები, იმიტომ რომ მარტო ერთი მოლარე გვყავს, ადმინი მარტო მე ვარ და მენეჯერი კიდე 2 კვირა თითქმის მარტო მუშაობს. შესაბამისად რა ვიცი, ხელი უნდა შევუწყოთ ერთმანეთს ეს 2 კვირა, თუმცა დილიდან საღამომდე 2 კვირის განმავლობაში ვერ ვიმუშავებ. ჯერ იქითა კვირაში კბილზე დამიბარებს სტომატოლოგი, იქითა ორშაბათს 2 საგნის ისა მაქვს, რა ქვია, გადაბარება, 2 საგანი უნდა დავწერო. პლუს ამას სამსახურიდან იმიტომ მივდივარ, ამ სამსახურიდან რომ აქ მუშაობა აღარ შემიძლია. და შესაბამისად თუ არ შემიძლია 2 კვირა რატო ვიმუშაო ესე ვთქვათ დილიდან საღამომდე. ხო. ანუ პატივს ვცემ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მენეჯერისგანაც ძალიან ჯგარი მენეჯერი მყავს, არაერთი პატივს ვცემა მახსოვს მისგანაც და შესაბამისად რადგანაც 2 კვირა დილიდან საღამომდე იმუშავა და აბა მინიმუმ 1 დღე დავასვენებ რა, მაქსიმუმ 2 დღე. მეტი მე ფიზიკურად არ შემიძლია და მე ვეტყვი რომ ესე ვთქვათ ჩემი გრაფიკით მინდა მუშაობა რა, კვირაში 1 დღე ვიქნები დილიდან საღამომდე, დანარჩენი ან დილა მოვალ, ან ღამე მოვალ. ვეტყვი რომ ხან შენ გააღე მაღაზია მე დავკეტავ, ხან მე გავაღებ შენ დაკეთე თქო. იმიტომ რომ რავი, ნუ ახლა იმიტომ მივდივარ სპარიდან, რომ იქაურობის ატანა აღარა მაქვს, ანუ აღარ მსურს იქ მუშაობა და მომბეზრდა და შესაბამისად ახლა 2 კვირა ვერ ვიმუშავებ დილიდან საღამომდე. ხო და არ ვიცი, ახლა 1 კვირაში უკვე დავიწყებ სივების გაგზავნას სამსახურებში, უკვე მაქვს ერთი და ყველაზე ისეთი კარგი ვარიანტი, რომელიც მაქვს მერჩენდაიზერად მუშაობა მინდა, არის ვაკანსიები საკმაოდ ბლომად, მაგრამ მერჩენდაიზერის სამუშაო არის ზოგადად დილის საათებში. და ჩემს უნივერსიტეტს რა ეშველება არ ვიცი. ეხლა გამოცდებს რომ ჩავამთავრებ, მერე მე მგონი მარტამდე დასვენება მაქვს, მარტის ჩათვლით რა. ხო და მერე უკვე ახალი სემესტრი დაიწყება, ახალი ცხრილი მექნება, სასწავლო ცხრილი და მაგის მიხედვით ვნახავ რამდენად მოვახერხებ, რომ თან სამსახურში ვიარო და თან უნივერსიტეტში. დიდად არ მგონი, ანუ ეს სამსახური იმიტომ მიშლის, იმიტომ ვფიქრობ, რომ ამ სამსახურში მუშაობაზე შეიძლება უარი ვთქვა თქო, იმიტომ რომ დილის სამსახურია და
გამოცდებიც ძირითადად დილის საათებშია რა. მაქსიმუმ 5-ზე რო იყოს ალბათ ბოლო ლექცია, გამოცდები კი არა. ხო და შესაბამისად რავი, ახლო თუ იქნა უნივერსიტეტთან ახლოს სამსახური კი შევძლებ გაძრომას და რაღაცას, თან 1 საათი დასვენება მაქვს, იმას გამოვიყენებ და პატარ-პატარა ხრიგებს კიდე. ცოტასაც ვიმაიმუნებ, მაგრამ ნახოთ რავი რა. სხვა უკეთესი ვარიანტი არ მაქვს. რავი, ღამის სმენაში მუშაობაზეც ვფიქრობ, მაგრამ ძალიან რთულია რა. ღამე მუშაობა, დღე და ღამე რო აგერევა და ჯანმრთელობისთვისაც ძალიან ცუდია და პლუს ამას რაის უნივერსიტეტში წასვლის თავი გექნება. მაგრამ ყოველ მესამე დღეს რო იმუშაო, თქვათ, შაბათ-კვირა ისედაც არ მაქვს ლექციები. ხო და რავი, კაფეში მუშაობაზეც ვფიქრობ სადმე. მანდ უკვე გავაგზავნე განაცხადი გავაგზავნე ჰოსტის პოზიციაზე, ანუ მასპინძლის პოზიციაზე. ყოფილა ბიროა კაფე, თუ ვინმე მიცით, ძალიან კარგი კაფეა. სულ პირველად რომელ სამსახურშიც მუშაობდი, მაგ სპარის წინ იყო ეგ კაფე რა და მაგათი თანამშრომლები სულ ჩვენთან დადიოდნენ რაღაცეების საყიდლად და ყველაზე მეტად რაც მომწონდა, ახალგაზრდა გოგო-ბიჭები იყვნენ, რა თქმა უნდა, ულამაზესები, უსაყვარლესები და ერთ გუნდად შეკრულები, რასაც ქვია რა, ყველა ერთმანეთთან რომ მეგობრობდა და ერთმანეთს პატივს სცემდნენ და ძალიან მომწონდა ეგ სიტუაცია რა, მაგათი თანამშრომლობა. და რავი, ცოტა სხვა მხრივ მინდა გადავერთო, ეხა ეს მერჩენდაიზერობა, რაზეც ვთქვი, ეგეც გინდა არ გინდა, ისეთი სამსახურია, რომ მაღაზიებს ვერ წყდები მაინც რა. ცოტა მინდა რომ მაღაზიებს მოწყდე და შედარებით უფრო ჩემთვის სასიამოვნო საქმით დავკავდე და ჩემთვის სასიამოვნო საქმე არის მაგალითად სადმე პატარა კაფეში ვიმუშავებდი. ყველაფერი მე ვიქნებოდი, ოღონდ კაფე იყოს და პატარა იყოს, საყვარლობა მყუდრო, ბევრი მომხმარებლებიც რო არ ყავდეს დიდად, სიამოვნებით ვიმუშავებდი კაფეში, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს, ჩემი ყველაზე დიდი მიზანი არის, რომ საკუთარი კაფე მქონდეს და რაღაცა გამოცდილების მხრივაც გამომადგებოდა. ყველაზე მთავარი რაც ვიცი არის ის, რომ სამსახუროდ არ დავრჩები, ფიზიკურად უკვე აღარ შემიძლია ხალხო, პირველ რიგში უმუშევრად ყოფნა და სახლში ჯდომა არ შემიძლია, იმდენად შევეგუე მუშაობას და სამსახურში სიარულს. პლუს ამას უფულობა მკლავს. მიჩვეული რო ხარ, რომ ეხა 19 წლის ბიჭისთვის, რომელსაც არც ცოლი არ ყავს, არც შვილები არ ყავს და არც სესხები და ვალები არ გააჩნია, 19 წლის ბიჭისთვის 1200-1300 ლარი არ არის ცუდი შემოსავალი. ხო და შესაბამისად, ეხა 1000 რაღაცა იქ ქირა, კომუნალურები, ინტერნეტი, ესა და ისედაც თვის ბოლომდე ძლივს მივდივარ ხოლმე, მაგრამ გინდა არ გინდა, როცა არავინ არ გაწუხებს, არავის არ აწუხებიებ თავს რა უფრო, იმიტომ რომ იქითაც ვერ აწუხებ ვერავის. როცა არავინ არ გაწუხებს 19 წლის ბიჭისთვის ამხელა შემოსავალი არის ძალიან კარგი. თან ესე ვთქვათ, ჩემ გემოზე ვხარჯავ რა, ხო და მიჩვეული რო არა,
ფერს თქვათ რაღაცა ახალი ტანსაცმელი მომინდება, წავალ ვიყიდი, რაღაცა ტკბილი მომინდება, მწარე მომინდება, გავალ მაღაზიაში ვიყიდი, ამ ყველაფერს მიჩვეული რო ვარ და რაღაცა საკუთარი შემოსავალს გემო რო გავუგე უკვე დიდი ხანია, უფულობა კლავს მანადგურებს, ვის არ ანადგურებს, მაგრამ ზოგი არის რომ ჰაერზე ცხოვრობს. ანუ ოღონდ არ იმუშაოს და ჰაერზე იცხოვრობს, ზოგი იმდენად ზარმაცია. მაგრამ მე უკვე არ შემიძლია. ხო და შესაბამისად ეხა ამ სამსახურიდან რო წავალ 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ რაღაცა პირველ რიგში ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე და პლუს ამას ძალიან მიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება. არ ვიცი რატომ, რამდენი ხანია უკვე მინდა წასვლა. თავიდან მართლა მქონდა мотиваცია, აი ადმინად რო დავწინაურდი, რო ვიცოდი, რომ უკეთესი ხელფასი იყო, უკეთესი პირობები იყო, რაღაცა, ძალიან დიდი мотиваცია მქონდა და თავიდან ყველაფერს ვაკეთებდი, მაგრამ ეგეც მარტივად მომბეზრდა და ხო, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილება მივიღე. და პლუს ამას ვიცი, რომ უმუშევარი არ დავრჩები. და ვფიქრობ კი არა და მინდა რომ რამე უკეთესი სამსახური ვიშოვო. ეხა მერჩენდაიზერობაზე იმიტომ ვფიქრობ, რომ ხელფასი თითქმის იგივეა, ოდნავ დაბალი. მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის, გრაფიკი არის ერთი და იგივე. ანუ ამ სპარში სუარეული გრაფიკი აქვს რა, რაც ყველაზე მეტად მანადგურებს არის ის, რომ იმის შვებულება, ამის ბიულეტენი, იმის ცუდად ყოფნა, ამის ეს, იმის ის არ მთავრდება მოკლედ მაღაზიებში. ხან შენ დაგჭირდება რაღაცა, ხან შენ თანამშრომელს დაჭირდება რაღაცა და ძალიან არეულად მუშაობთ რა, ხან ისე, ხან ასე და ფიზიკურად ეგ ძალიან მღლის და როცა შენი გრაფიკი გაქვს სულ ერთი და იგივე გრაფიკით მუშაობ, ვფიქრობ უკეთესია, იმიტომ რომ იცი როდის მუშაობ და როდის გაქვს თავისუფალი დრო. რომ ამ თავისუფალ დროს იცი, რომ არავინ არ დაგირეკავს და აუ რო გამოხვიდე და აუ რაღაცა ჩხილზე ვარ ჩაწერილი და რო გამოხვიდე ან ცუდად ვარ და რაღაცა ეგეთები არ იქნება რა. ხო და ეგ არის ყველაზე კაი. პლუს ამას შაბათ-კვირა გარანტირებულად ისვენებ და ყველაზე უარყოფითი მხარე რაც აქვს ამ სამსახურს არის დილის სამსახური. მე არ ვარ დილის კაცი, მაგრამ მიჩვევაზეა ყველაფერი. ეხა 6 საათზე, 7 საათზე რო უკვე სახლში იქნები, დილას რო ადრე იღვიძებ, შესაბამისად ღამეც ადრე დაიძინებ და ცოტა ესე ვთქვათ, ნელ-ნელა გამოისწორებ გრაფიკს. მუშაობ დილის 9-დან 6-მდე, ეს გამოდის 8 საათი, 10, 11, 12, 1, 2, 3, 4, 5, 6, ხო? არა 9. 10, 11, 12, 1, 2, 3, 4, 5, 6. ხო, 9 საათიანი გრაფიკია, 9 საათი ცოტა არ არის, მაგრამ რავი, შაბათ-კვირა ისვენებ. 9 საათიანი გრაფიკია დილის 9-დან საღამოს 6-მდე. ეს მე რომელ კომპანიაშიც მინდა მუშაობა, მაგას გულისხმობ. და შაბათ-კვირას ისვენებ. ხელფასი არის 1200. რაც ყველაზე ის არის კიდევ თვითონ საქმე არ არის იმდენად რთული. როცა მაღაზიაში 20 საქმეს ერთად აკეთებ, ამ სამსახურში გაქვს ერთი და იგივე საქმე რა. ნუ ეგეც რაღაც პერიოდის მერე დამღლელია, თან პლუს ამას ფეხით მოძრაობ. და ეგეც არ მეზარება რა, ფეხით სიარული და ვფიქრობ, რომ უფრო გავადრო. არ ვიცი ხა ვისაც არ გსმენიათ ამ სამსახურის შესახებ, მეც მოვიძიე ინფორმაცია, ვიკითხე რაღაცა ამ სამსახურში მომუშავე თანამშრომელს დაუსვი შეკითხვები და
რაღაცეებში გამარკვია რა. ესე იგი 20 მაღაზია გაბარია დაახლოებით, დღეში დადიხარ 6 მაღაზიაში, ანუ დაახლოებით 1 საათს ატარებ ერთ მაღაზიაში, არც კი, იმიტომ რომ 1 საათი შესვენება გაქვს. დღეში 6 მაღაზია უნდა მოასწრო მოკლედ, ანუ იცი რა პროდუქციები არის შენი კომპანიის, მაღაზიაში რომ მიდიხარ, თქვათ ერთ თაროს რომ მიადგები, ყველა პროდუქცია შენი კომპანიის არ არის. იმ თაროდან შეიძლება მხოლოდ 5 პროდუქცია იყოს შენი, შეიძლება 15 ან 2. ან საერთოდ იყოს ისეთი თარო, რომელზეც შენი პროდუქცია საერთოდ არ ალაგია. და მოვალეობა რაც არის, ესე ვთქვათ, შენ პროდუქციას უნდა გადახედო, თუ არალაგია, ვთქვათ, საწყობიდან გამოიტანო ნაშთი და დაალაგო, თუ საწყობში ნაშთი არ აქვს, უბრალოდ გამოაფეისო და წინ გამოწიო ლამაზად შენი პროდუქცია, ესე ვთქვათ, გაასწორო, რომ ლამაზად შესახედათ, რომ ლამაზი იყოს, ფასი თუ არ ადევს, მიუტანო ან მენეჯერს ან ადმინისტრატორს, ამოგიბეჭდავს ფასს და დაადებ, ფოტოს გადაუღებ, ჩააგდებ, გააგზავნი უფროსობასთან, ეგ არის და ეგ. და პლუს ამას, რაც ყველაზე მეტად მომწონს, უმეტესწილად მარტო ხარ. ანუ უფროსი არ დაგყვება, არ გაკვირდება რას როგორ აკეთებ. მარტო დადიხარ, აკეთებ, ფოტოს უღებ, აგზავნი. ეგ არის შენი სამსახური. ნუ შეიძლება მარტივი თვალით ვუყურებდე, ეგეც არის. იმიტომ რომ ადმინისტრატორად სანამ გადავიდოდი, ადმინისტრატორობაც მარტივი მეგონა, თუმცა დიდად მარტივი არ აღმოჩნდა. შეიძლება ესე მეუყურებ ამ სამსახურს ზედმეტად ზედაპირულად, მაგრამ ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს. ან მაღაზიაში მუშაობასთან შედარებით ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს ამ სამსახურს და შესაბამისად ვფიქრობ მერჩენდაიზერად მუშაობაზე. თან გამოცდილება მაქვს მაღაზიაში ადმინისტრატორის პოზიციაზე და შესაბამისად უფრო მარტივად ამიყვანენ. ამიცივდა ყავა. ეგ არის და ეგ ხალხო, იცოდეთ რომ იმედს არასდროს არ ვკარგავ, არასდროს არ ვნებდები, მით უმეტეს ჯერ ახალგაზრდა ვარ და რა დროს დანებება, კი, რაც უფრო მეტად ვიზრდები, მით უფრო მეტად ვამჩნევ თუ რამდენად რთულია ცხოვრება, ნუ პასუხისმგებლობებიც გემატება ესე თუ ისე და პლუს ამას გიჩნდება სხვადასხვა ინტერესი, ოცნება თუ მიზანია, რომლის მიღწევაც გინდა, მაგრამ ხვდები თუ რამდენად, ანუ რაც უფრო იზრდები, მით უფრო ხვდები თუ რამდენად რთული სიტუაციაა საქართველოში და რატომ უწევთ მშობლებს, ნათესავებს, ოჯახის წევრებს უცხოეთში გადახვეწა, ესე ვთქვათ, დროებით წასვლა. თუმცა, რავი, ჯერჯერობით არ ვნებდები, რა თქმა უნდა, რა დროს დანებება ჯერ, მაგრამ ფიზიკურად ვერაფერს ვერ ვაკეთებ. რავი, წელიწად ნახევარია ვმუშაობ და სულ იმას ვცდილობ, რომ ბაჩო იქნებ სცადო და ფული გადადო, შეინახო, მოაგროვო და ის ერთიანად თანხა უფრო ღირებულ რაღაცისთვის გამოიყენო, მაგრამ ვერ ვახერხებ. ჯერჯერობით, რა ვიცი, ვერ მივედი მაგამდე, რომ ვიცი, რომ შემიძლია, ვიცი, რომ ძალიან ბევრი რაღაც შემიძლია მოვიკლო, რაც იმდენად მნიშვნელოვანი არ არის. რავი, თუნდაც საჭმელი. იმიტომ რომ მაქვს ისეთი დღეები, სამსახურშიც ავიღოთ, მაქვს ისეთი დღეები, რომ საქმის კეთება მეზარება და ჭამაზე ვარ გადასული. წარე შევწებ, ჭამ ტკბილი მინდა, ტკბილ შევჭამ წარე მინდა, შენი ორგანიზმისთვის შეიძლება უკვე საკმარისი იყოს ის, რაც გააქვს ნაჭამი, ვთქვათ 3000 კალორია შეიძლება უკვე მიღებული გქონდეს, მაგრამ მაინც არ ჩერდები და ბოლომდე აი ჭამაც რო აღარ შეგიძლია, მაგრამ მაინც ჭამ. ეგეთი დღეებიც მაქვს და შემიძლია, რომ
მივიღო საკვებიც ნორმალურად, არ მოვიკლო რა თქმა უნდა ეხა ის რაც საჭიროა, მაგრამ ნორმის და ზომის ფარგლებში ის ზედმეტი ჩიფსია თუ წვენია თუ ტკბილეულია, რაც ზედმეტია და რაშიც ძალიან ბევრი ფული მიდის, შემიძლია მოვიკლო, მაგრამ ამ ეტაპზე მაგ მხრივ დიდად ვერ მუშაობ. იმიტომ რომ კი, სანამ ხელფასი ჩამერიცხება, მაქვს ძალიან დიდი мотиваცია, რომ მოდი ახლა ესე და ესე გამოიზოგე, მოიკელი, შეინახე, გადადე, მაგრამ რაღაც მხრივ, როცა ვიცი, რომ თანხა მაქვს, ძალიან უარყოფითი ფიქრი მომდის ხოლმე თავში, რომ ფული ახან გექნება ხან არა და მოდი ბოდიში და მოდი დაიკიდე რა. არა და რეალურად როგორ არ მიყვარს იცით სხვების შეწუხება? თუნდაც საკუთარი მშობლის. მაგრამ ძალიან ხშირად მიწევს სამწუხაროდ. მაინც მიწევს, რა გავაკეთო, ანუ ნახეთ, ძალიან მერიდება, რომ ვიღაცას ვთხოვო ფული მას ესხე და შესაბამისად ვცდილობ, რომ მე რადგან ვერავის ვერ ვაწუხებ იქეთ, ვცდილობ, რომ აქეთაც არავინ არ შემაწუხოს და ზედმეტად ახლოს არავინ არ მოვიყვანო. ანუ ძალიან ბევრია ეგეთი რა, ძალიან ბევრია, როცა იზრდები და საკუთარი შემოსავალი გაქვს და რაღაცა ხვდები, რომ ძალიან ბევრია ეგრე, რომ ანუ მოგწერს, რომ აუ რომ მათხოვ ფული, რომ მას ესხო, ამ რიცხვში დაგიბრუნებ და რაღაცა და შესაბამისად ეგეთი ხალხი ახლოს არ მყავს რა, არ ვიკარებ მოკლედ ეგეთ ხალხს სიახლოვეში, იმიტომ რომ მე თვითონ ისეთი პიროვნება ვარ, რომ არ მიყვარს სხვების შეწუხება. რაც არ უნდა მიჭირდეს და რთულ სიტუაციაში ვიყო, ძალიან მიჭირს. რომ მერიდება რა, რატომღაც ვიცი, რომ როგორც მე ვშრომობ და როგორც ჩემთვის არის რთული, ესე ვთქვათ, მუშაობა და ფულის მოპოვება, ეგრეა ყველა რა. ბედნიერი ცხოვრება და ის არავის არ გააჩნია. თუ ვინმეს გააჩნია ბედნიერი ცხოვრება და თუ ვინმე ისეთ მდგომარეობაშია, რომ უკვე დალაგებულია, იმანაც ძალიან შორიგზა გამოიარა იქამდე, რომ მაგ ბედნიერ ცხოვრებამდე მიეღწია, მაგრამ ბედნიერ ცხოვრებას მაინც ვერ დაარქმევ რა, იმიტომ რომ ეგეთ ხალხსაც აქვს ძალიან ბევრი პრობლემა და საფიქრალი და გასაჭირი და ერთი ამბები. შესაბამისად, რა ვიცი, როცა იქეთ არავის არ ვაწუხებ, ვცდილობ, რომ აქეთაც არავინ არ მოუშვა ახლოში და არ შემაწუხონ, ესე ვთქვათ, ზედმეტად. ხო, და სულ დამავიწყდა, ხა რას მოვაყოლე ეს ამბავი. ასეა ჩემო კარგებო. ხო, რაღაც მხრივ მინდოდა მეთქვა, რომ რაღაც მხრივ უკვე მეც მეფიქრება თქო უცხოეთში წასვლაზე. ხო, არ ვიცი რატომ, მაგრამ ცოტა ამ ბოლო დროს დავფიქრდი, რომ ეხლა ამ ეტაპზე რაც ყველაზე მეტად მჭირდება არის ის, რომ ესე ვთქვათ, თანხის მოგროვებაზე ვიმუშავო. რომ რადგან ესე ცალ-ცალკე ვერ ვახერხებ, როცა თანხა ერთიანად გექნება ხელში, რაღაცა კიდე შეეცდები, რა თქმა უნდა, რომ სწორად გამოიყენო ეს თანხა. და უცხოეთში წასვლაზე ვფიქრობ, რომ აი მეთქი ფიქრობ, რომ ერთი წელი გაიჭირვებდა კაცი და რაღაცა რა უნდა იყოს ახლა ისეთი რთული სამუშაო, რომ თქვათ დღეში 8 საათი ვერ იმუშაო და ერთი წელი ვერ გაუხაჩო. მაგრამ რეალურად, რა ვიცი, ვინც კი იყო წასული და რაღაცა იცის, როგორი რთულია იქ მუშაობა. მამაჩემი ვაფშე პოლონეთში იყო და სადაღარა აქ ნამუშევარი. რავი, ხო და მამაჩემო უფრო იცის, მაგრამ მე რასაც ვფიქრობ, გერმანიაში წავიდო და თქო,
1 წელი კაცი თქვათ რავი მარწყვის კრეფა ძალიან რა ანუ რთულია მარწყვის კრეფა იმიტომ რომ ჩახრილი უნდა იყო და მწკრივს უნდა მიყვედა რაღაცა თან უნდა გადაარჩიო ის მარწყვის ზომის ფორმის ხარისხის მიხედვით არის სადგურებში კიტრი და პამიდორის მოვლა არის ეზოში ნაძვების ესე ვთქვათ მოვლა გადარგვა გაკრეჭვა რაღაცა და ფიქრობ მაგრამ ცოტა სხვა მხრივ რა ვიცი ყველაფერს ვცდილობ მაგრამ რაღაცნაირად შუაგზაში ვატოვებ ხოლმე რა ეხლა ვცდილობ რომ ერასმუსის მოკლევადიან გაცვლით პროგრამებში ვაგზავნი განაცხადებს იმიტომ რომ იტალიაში ყოფნის შემდეგ ჩემი ერთ-ერთი მიზანია რომ ვიყო მოგზაური და ვთქვათ სხვადასხვა ქვეყნებში წავიდე სამოგზაუროდ თუნდაც 5 დღე 3 დღე ჩემთვის ეგეც საკმარისია რადგანაც ძალიან შემიყვარდა ესე ვთქვათ მოგზაურობა და რაღაცა ძალიან ჩემი აღმოჩნდა რადგან ამ ეტაპზე ვთქვათ ჩემი ხარჯებით და ფინანსებით ვერ ვახერხებ რომ სამოგზაუროდ ვიარო ძალიან კარგი ესე ვთქვათ ძალიან კარგი შემოთავაზება ახალგაზრდებისთვის თან ძალიან ბევრია ერასმუსის მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამები 5 დღიანი, 1 კვირიანი, რავი, 1 თვიანიც არის და 11 თვიანიც, მაგრამ მე უფრო მოკლევადიანებზე ვაგზავნი ხოლმე განაცხადებს, რავი, CV გავაკეთე ინგლისურ ენაზე სამოტივაციო წერილი დავწერე და ყოველდღიურად ვაგზავნი ხოლმე სხვადასხვა პროექტებში, ესე ვთქვათ. ნუ ზოგან ვერ ვაგზავნი, ზოგან რაღაცა სწორად არის გზავნება და რაღაცა, მაგრამ ვცდილობ. ძალიან კარგია ისეთი ხალხისთვის რა, ვისაც მოგზაურობა უყვარს, ახალი უცხო ადამიანების გაცნობა უყვარს, ვისაც თავისი ქვეყნის წარდგენა უყვარს, ვინც მარტივად ეგუება, ესე ვთქვათ, ახალ გარემოს, ახალ ადამიანებს, ახალ ცოდნას, ძალიან კარგი ის არის რა, საშუალება ეგ ერასმუსის მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამები. ნუ ყველაზე მთავარი რაც არის მაგ პროგრამებში ანუ მოგზაურობა ვაფშე ბოლო ადგილას დგას, იმიტომ რომ მარტო მოგზაურობის მიზნით არ მიდიხარ რა მაგ პროექტში რომ მიდიხარ და როცა გიფინანსებენ ყველაფერს შენგან ელოდებიან ძალიან ბევრს. ანუ შენი ქვეყნის შესახებ უნდა წარადგინო ინფორმაცია იქ სხვადასხვა პროექტებში, პროგრამებში, შეჯიბრებებში, აქტივობებში ჩაერთო და ესე ვთქვათ, ჩართულობა უნდა გამოაჩინო. არის ძალიან მინიმალური გადასახადია 50-60 ევროა გადასახადი და სხვა რაც არის ანუ ფრენის თანხას ესე ვთქვათ მგზავრობის თვითმფრინავის ფულს იხდის შენ ბილეთს შეინახავ და როდესაც დასრულდება პროექტი თვითონ პროგრამის ორგანიზატორები ამ მგზავრობის თანხას გიბრუნებენ უკან. დანარჩენი კვება თუ ჯიბის ფულია თუ რაც არის, ყველაფერი ფინანსდება. და ძალიან კარგი საშუალებაა. ხო და რავი აქტიურად ვაგზავნი განაცხადებს ორგან უარი მომივიდა, ნუ ზოგან არ იგზავნება, ზოგან უარი მომდის, ზოგან კიდე ჯერჯერობით არ არის პასუხი. ანუ არ არის ისე რა, რომ რადგან ერთ პროექტზე გააგზავნე განაცხადი და უარი მოგივიდა, ფარხმალი დაყარო და არ ღირს თქვა, ეგრე არ არის. მეორეჯერაც უნდა გააგზავნო, მესამეზეც, მეოთხეზეც, რა თქმა უნდა, თუ ძალიან გინდა, არ უნდა დანებდე და უნდა ეცადო, რომ იმიტომ რომ ძალიან რთულია. საქართველოდან შეიძლება ამ პროექტში ერთვებოდეს მარტო 4-5 მოხალისე და განაცხადს აგზავნიდეს 400-500 ადამიანი და შესაბამისად რთულია 400-500 კაცში რომ
ხუთში მოხვდე, ძალიან კარგი გამოცდილება გჭირდება, კარგი CV გჭირდება, კარგი სამოტივაციო წერილი გჭირდება და ესე ვთქვათ, ძლიერი ცოდნა უნდა გამოაჩინო შენ თუნდაც იმ სამოტივაციო წერილში. შესაბამისად, მარტივი არც ეს არ არის. მარტივი არაფერი არ არის ზოგადად. ხო და რა სხვადასხვა მხრივ ვცდილობ, რომ მაქსიმალურად განვითარდე. ბევრად უფრო მეტი შემიძლია, მაგრამ ეხლა ყველაზე მეტად რაც მჭირდება არის ინგლისური. და ამ ამბავზეც ძალიან ბევრს მუშაობ. უიტე და 45 წუთია ვსივარ და ვლაპარაკობ. გავგეშდი. ხო, ინგლისური რეალურად დღესდღეობით ისეთი საშინელი ქარია გარეთ ყურები მეტკინა. დღესდღეობით რეალურად იმაზე მარტივია ინგლისური ენის სწავლა ზოგადად უცხო ენის, ვიდრე იყო 10 წლის წინ. იმიტომ რომ რა ვიცი, უამრავი სოციალურ ქსელებში უამრავი წვდომაა, ესე ვთქვათ, ძალიან ბევრი, რამდენიერი შესაძლებლობა გვაქვს, რომ წვდომა გვაქვს ყველაფერთან. რა ვიცი, ვიდეო გაკვეთილები, რა ვიცი, სიტყვების მასალა, ChatGPT, AI, ფილმები, სერიალები, სუბტიტრებიანი, რამდენი საშუალებაა იმისთვის, რომ შენით ისწავლო უცხო ენა. და პლუს ამას რამდენი მასწავლებელია, რომელიც ხარისხიანად ასწავლის ინგლისურს. მაგრამ ჩვენ მაინც იმდენად ზარმაცები ვართ, რომ გვირჩევნია ფული გადავიხადოთ მასწავლებელთან და ისე ვისწავლოთ, ვიდრე ჩვენით ამ სხვადასხვა ვიდეოებით და ინტერნეტის დახმარებით. იმიტომ რომ როცა ინტერნეტთან ესე ვთქვათ, უფასო წვდომა გვაქვს და რაღაცა გვეზარება. და როცა მასწავლებელს ფულს ვუხდით, ვიცით, რომ ამ საქმეში თანხას ვდებთ, ესე ვთქვათ და პლუს ამას მასწავლებელსაც, რადგან ფულს უხდიან, მეტი პასუხისმგებლობა აქვს, რომ ხარისხიანად ასწავლოს და როცა ფულს უხდი მასწავლებელს, შესაბამისად მასწავლებელიც გთხოვს, რომ ისწავლო და შენც იაზრებ იმას, რომ თანხას დებ ამ საქმეში. და შესაბამისად უფრო ხარისხიანად სწავლობ, როცა მასწავლებელი გასწავლის. მაგრამ რეალურად შეგიძლია, რომ მასწავლებლის გარეშეც ინგლისური გაიუმჯობესო. გუშინ გადმოვწერე ძალიან კარგი პროგრამაა, რა ვიცი, ყველაფერი, ანუ თავიდან უფასოა, რაღაცეები უფასოა და მერე ღირს 7 ლარი მე მგონი თვეში. ძალიან კაი რაღაცაა. და რა ვიცი, ვეცდები, რომ ჩემით რაღაცეები უკეთესობისკენ წავიყვანო. მიუხედავად იმისა, რომ სკოლაშიც ვსწავლობდი ინგლისურს, უნივერსიტეტშიც ვსწავლობ, აბიტურიენტობის პერიოდშიც ვემზადებოდი, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეხლა ვხვდები ნელ-ნელა, რომ საერთოდ არ მცოდია კარგად ინგლისური. როცა ფანჯარა გააღო ქარმა. როცა სხვადასხვა დონის ტესტებს ვწერ, ანუ როგორ შედეგი მაქვს იცით, არის რაღაცეები, რაც არეულად მაქვს ნასწავლი რა, ზოგი B1-ის სიტყვები ვიცი, ზოგი A1-ის, A2-ის და ერთმანეთში შერეულად ვიცი ხოლმე. ანუ რაღაც სიტყვა შეიძლება A1 დონეზე არ ვიცოდე, რაღაც სიტყვა B1 დონეზე არ ვიცოდე და ეგრე არეულად ვიცი მოკლედ. წავით ხალხო. ამჯერა რომ 1 საათია პირი არ გამიჩერებია. 50 წუთია ვიდეოს ვწერ. ხო და რა ვიცი, აწიიცოდეთ, რომ კაი ხანი ვიდეოებს ან ვერ გადავიღებ, ან კიდევ იშვიათად გადავიღებ. როგორც მოვახერხებ, რა ვიცი. აბა ჰეც და აბა ჰოთ ბედნიერებას და წარმატებებს გისურვებთ ყველას.